ყოფის შემდეგ თქვენი განაყოფი ვისით იქნება წარმოდგენილი ამ შეხვედრაზე, გქონდათ თუ არა ამ თემაზე კომუნიკაცია მოდერატორებთან? ირიბი კომუნიკაცია გქონდა, ჩვენგან სურვილს გამოხატავს ვახო მეგრელიშვილი და ასეთი შესაძლებლობა თუ იქნა, ჩვენგან იქნება ვახო მეგრელიშვილი. რატომ მოუწია ეს ვახო მეგრელიშვილს, მაგალითად რატომ არა თქვენ, იმიტომ რომ ამ განაყოფის ხელმძღვანელად თქვენ ითვლებით, არა? ყოველ შემთხვევაში ხო არის რაღაც საკითხები, სადაც ადამიანები ხალისით გამოთქვამენ მონაწილეობის სურვილს, ანუ ჩემთვისაც ბევრი ესეთი საკითხია და ვახო მეგრელიშვილი ამ შემთხვევაში ფიქრობ, რომ უფრო სათანადო კანდიდატია ჩვენგან და მას უფრო მეტი სურვილი ჰქონდა ისედაც ამისი. საკომუნიკაციო პრობლემაც არა აქვს ასეთი შეხვედრისთვის და ამის გამოც? ზოგადად სურვილის გამო ძირითადად ჩემი აზრით და ამის გამოც, მაგრამ უბრალოდ მას შემდეგ რაც ჩვენი წარმომადგენელი იყო ზურა ჯაფარიძე და უბრალოდ გამოვიდა ისე რომ ზურა ჯაფარიძე არ წარმოადგენს ვიღაც უნდა ყოფილიყო ჩვენგან და ამ მნიშვნელობა ვიღაცა იქნება. თქვენ გაქვთ ინფორმაცია როდის იქნება ეს შეხვედრა? არა, ჯერ არ ქონია ჩვენ ინფორმაცია, იმის შესახებაც არა გვაქვს ჯერ ინფორმაცია რომ ჩვენ ვახო მეგრელიშვილი ვიქნებით წარმოდგენილი, მაგრამ რადგანაც მკითხეთ ჩვენი სურვილის შესახებ, კი ბატონო, ეს თქვენი სურვილია, მოკლედ იქნება თუ არა თანხმობა, იქნებით წარმოდგენილი ვახო მეგრელიშვილით. წრე ვიწროვდება, აი პატრიოტ ალიანსის წევრებმა შეიტანეს განაცხადი პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე, არ შეგაქვთ თქვენ. ეს კიდევ ერთხელ ნიშნავს რაღაც მოლაპარაკების უპირატესობის დადასტურებას თქვენი მხრიდან თუ რაღაც მაინც სხვა ტაქტიკის ნაწილია? ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ ბევრი ეგეთი ღონისძიება იქნებოდა, სხვადასხვა შეტანა, გამოცნობა, არცნობა, გადავადება, გადმოვადება, ვიღაცა უკან გამოითხოვს. ჩვენ არც ერთში არ გვინდოდა ამაში მონაწილეობა და ჩვენი პოზიცია თავიდანვე ვთქვით გასაგებად. რას ნიშნავს პარლამენტი ჩვენთვის, რა არის გასაკეთებელი ამ პარლამენტში და რა უნდა იყოს შეთანხმების საგანი. და მას შემდეგ რაც მოლაპარაკებები თუ წარმატებით დასრულდა, ყველა მონაწილეს ნაციონალურ მოძრაობის ჩათვლით, ყველა ევროპული საქართველოს ყველას ჩათვლით, არავის არ უთქვია, რომ მათ იმედი არა აქვს მოლაპარაკების და მანდ ვერ ხედავენ ვერანაირ რესურსს. და მას შემდეგ თუ ამის გჯერა რომ მოლაპარაკებას შეიძლება შედეგი გქონდეს, მაშინ გამოდის რომ წარმატების შემთხვევაში უნდა დაწერო განცხადება უკან უნდა გამოითხოვო და ასე შემდეგ და ჩვენ უბრალოდ ჩავთვალეთ რომ მოდი მაინც მოლაპარაკება მიმდინარეობს, რა საჭიროა ასეთ ერთობლივ ღონისძიებებში მიღება მონაწილეობის. თან ზოგადად ჩვენი ამომრჩევლისთვისაც არ არის კარგი დასანახი, როდესაც განურჩევლად ყველა ღონისძიებაში მონაწილეობ, რომლის შინაარსი შენ არ შეგიძლია მათ ბოლომდე აუხსნა. და ჩემთვის ესე იყო ასეთი რაღაცები, ამიტომ მე უფრო მარტივად ანუ მანდატის დათმობა თქვენთვის, თქვენი ამომრჩევლისთვის რთულად ასახსნელია. არა, ხო არ მithქვამს, მანდატის დათმობის კრიტერიუმები ჩვენ ხო ისედაც უთხარით ჩვენს ამომრჩეველს. უბრალოდ რატომ მონაწილეობთ სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებში, სხვა ღონისძიება მანდატზე უარის თქვა, ღონისძიება იყო ამის გაფორმება, მაგალითად მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში. ეს უკვე გადაწყვეტილებაა, ფაქტია, როდესაც პარლამენტს მიმართავს შესაბამისი განცხადებით. და ჩვენ ხო ვთქვით ჩვენი პირობა, ხა ასეთ საჯაროდ ნათქვამ პირობაზე ზოგადად რომ უკან მინდომ დაიხიოს თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ. შესაბამისად ჩვენ მე მგონია რომ არაფერი საჭოჭმანო მან დასაკითხვის ნიშნები არ დაგვიტოვებია, ყველაფერი არის ხელოვნური, რომელიც ზოგადად ახალცაც კუდიანებზე ნადირობს როგორც მედია, ასე ოპოზიციური პარტიები. ამ შემთხვევაში აღიქმება ყოველგვარი განსხვავებული, აღიქმება რაღაცა შესაძლო ღალატად, რაც ჩვენ არ მიგვაჩნია სწორად. ჩვენ პირიქით გვინდა რომ პოლიტიკურ პროცესებს მედიას და ყველას მოთხოვთ აზროვნების პროცესში ჩართვა. მართლა რა დევს მოლაპარაკების მაგიდაზე, რაზე ვლაპარაკობთ და ახლანდელი განწყობა, ჩვენი მიზანია რომ ეს განწყობა, რომელიც ახლა არსებობს, რომ პარლამენტში ეხლა თქვენთვის მოლაპარაკების მაგიდასთან რაიმე ხელშესახები დევს, თუ იმედი გაქვთ რომ ασეთი ხელშესახები რამე იქნება ამ მაგიდასთან? მაგიდაზე ჩვენთვის ხელშესახები ერთი რამე იდო, კონტურები იდო, ჩვენთვის საინტერესო რამის, ეს იყო მილიონჯერ გვაქვს უბრალოდ ახსნილი და მაყურებელს ბოდის სუხთი რომ ერთ და იგივეს გამეორება მიწევს. ეს იყო პროპორციული არჩევნები ყველა დონეზე და შეთანხმების დღიდან, ანუ ზოგადად. ეს იყო ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პირობა. დანარჩენი პირობა იყო პოლიტიკური პატრიონები, სადაც ყველა ოპოზიციური პარტია ერთ აზრზე იყო. მეორე პირობა იყო საარჩევნო კოდექსის ცვლილებები, ეგრეთ წოდებული გაწიკწიკებული საარჩევნო კოდექსი, რასაც ალკოელიშვილი საუბრობდა და მესამე და მეოთხე ნაწილები იყო ვადამდელი არჩევნები და იყო პროპორციული არჩევნები. ეს ორი ნაწილი იყო ზოგადად, რომელიც ორივე ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ პროპორციული თქვენთვის იცვლება ვადამდელში. ეს არის სხვაობა თქვენსა და მაგალითად მელიას ან ბოკერიას შორის. ხო, ალბათ ასე გამოდის, იმიტომ რომ ჩვენ მიგვაჩნია რომ უფრო დიდი მიზანი არის
ჩვენ გვესმის ჩვენი კოლეგების, ანუ აქედან დავიწყოთ. ჩვენ მათ მივყვებოდით ყველა მოთხოვნაში. ჩვენ არ გვითხოვს მაგალითად რომ ეს მოთხოვნა არ არის ცუდი, არასამართლიანი, ანუ არ გაგვიკრიტიკები არავინ ამ მოთხოვნაში. უბრალოდ ჩვენ ეგეთი პარტია ვართ ბოლო 2 წლის განმავლობაში, როგორც ქართველი ხალხი, ასე ჩვენ პროპორციული არჩევნებისთვის ვიბრძოდით. და ჩვენ უბრალოდ დავინახეთ ახლა რომ არის შანსი იმისი რომ შემდეგ 4 წელიწადში რომ 5%-იანი არჩევნებია, მანამდე რომ ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს, ის რომ ნახევრად მაჟორიტარული სისტემით იმართება, იგივე CSKOT, იგივე ადმინისტრაციით და იგივე გარემოებებით. ჩვენ გვინდა რომ აი ეს საფრთხე დავაზღვიოთ ნებისმიერ შემთხვევაში, ამას აზღვევს პროპორციული არჩევნები, რომელსაც ასევე ჭირდება საკონსტიტუციო ცვლილება. და საკონსტიტუციო ცვლილების მისაღებად საჭირო არის ნაციონალური მოძრაობის თანხმობაც. ჩვენი მიმართულება არის ესეთი, ამიტომ არ ეწინააღმდეგება ის ამ ეტაპზე ოპოზიციის მიმართულებას. ჩვენი მიმართულება არის ესეთი, რომ ჩვენ გვგონია რომ მარტო ერთი თემა არ დევს მოლაპარაკების მაგიდაზე, 2 თემა დევს. ამ თემისთვის ასევე საჭიროა საკონსტიტუციო უმრავლესობა და ასევე საჭიროა ნაციონალური მოძრაობის გზით, მაგრამ თქვენც მიდიხართ, თქვენც ერთიანი ხართ ამ საერთო გადაწყვეტილების. იმის გამო რომ მხრივ არ არსებობს საკონსტიტუციო უმრავლესობის შექმნის შანსი თუ ნაციონალური მოძრაობა არ შევა პარლამენტში. ეს კი ნამდვილად ბევრჯერ გაქვთ ნათქვამი, ამიტომ ძალიანაც არ ჩაგეკირკიტებით. ამიტომ ახლა მე მაინტერესებს თქვენთან ასეთი რამ. ბოლო შეხვედრაზე და საერთოდ ბოლო შეხვედრებზე ეს თქვა შესვლის წინ გაკეთებული კომენტარებიდან გირშის კომენტარები არის განსაკუთრებით აი ამ ნიშნით დასამახსოვრებელი რომ აი ჩვენ დავსვამთ კითხვას რა იქნება შემდეგ და რაღაც ამ ტიპის კითხვებია თქვენი მხრიდან გამოდის წინა პლანზე თქვენ გეჩვენებათ რომ ოპოზიციამ არ იცის რა იქნება შემდეგ და ამიტომ სვამთ ამ კითხვას თუ აი რისი გაგება გინდათ რაღაც შეიძლება მათაც დიდად არ იცოდნენ და ფიქრობენ რომ ბრძოლა მოიტანს თქვათ გზადაგზა კორექტირებას ამ გეგმების. თუ ფიქრობთ რომ თუ ერთიანი უნდა იყოთ, ყველაფერი უნდა იყოს მაინც წინასწარ განსაზღვრული და ცნობილი. მინიმუმ მიმართულება. რაღაცეები შეიძლება არავინ არ იცოდეს გარანტია, მაგალითად მე ვერავინ ვერ მომცემს იმის გარანტიას, რომ აუცილებლად მოხდება რევოლუცია. ამის გარანტია უბრალოდ შეუძლებელია ვინმე მე მომცეს. მაგრამ ვიღაცამ ხო უნდა მითხრას რომ აი იცი რა ჩვენ ძმაო მივდივართ რევოლუციურ გზაზე. და გვინდა რომ რევოლუცია მოხდეს. მოდი მოვიფიქროთ როგორ უნდა მოხდეს, მაგრამ გვინდა საჯაროდ. არ მალავთ ახლა თუ მე ვარ თანამონაწილე, მე ეს უნდა ვიცოდე. იმიტომ რომ თუ მოლაპარაკება არ არის და ზოგადად მოლაპარაკებას ვშლით, მაშინ მეუბნები რომ იცი რა რევოლუცია არ მინდა ადგილობრივ არჩევნებში უნდა მივიღო მონაწილეობა, მე ამას ვერ ავხსნით ჩემს ამომრჩეველს. თქვენ როგორ აგიხსნათ? ანუ როგორ აგიხსნათ ახლა? წარმოვიდგინეთ მე ამას უყურებ რომ თქვენ ხართ ჩემი ამომრჩეველი, რომელიც ახლა უყურებს ჩემს მოქმედებას. უნდა მოუყვეთ ან რევოლუცია გინდათ ან მოლაპარაკება. წარმოვიდგინეთ ახლა თქვენ მე მეკითხებით, რას აპირებთ? მე თქვენი ამომრჩეველი ვარ, მე რას აპირებთ? ერნებით რომ ოპოზიციასთან ვლაპარაკობ, ვცდილობ რომ მოლაპარაკები დავასრულო ეს პროცესი. მაგრამ შენ რა ვიცი, გინდა პარლამენტში შესვლა, სხვები თუ არ შევიდა? არა, არ მინდა, ის პარლამენტი არ იქნება. ამიტომ ჩემი ამოცანაა თუ სხვები არ შევიდიან, მაგასთან ერთად გავიგო, რომ არ შევდივართ ერთად რო აღმოჩნდით ქუჩაში, ერთად როგორ მოქმედებთ. რო გითხრათ პასუხი რომ არ ვიცით თქო და არც ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ არ იცის ამ წუთას თქო. მე ამაში მართალი ვიქნები, მაგრამ არ ცოდნა კი არ მაშინებს ყველაზე მეტად. ყველაზე მეტად მაშინებს ის რაც მათ იციან უკვე. იციან რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას. მე მგონია რომ რევოლუციას ვიწყებთ, ხო? ანუ არ შევდივართ პარლამენტში, ბოიკოტი გვაქვს გამოცხადებული, ჩვეულებრივად რა ვიძახით რომ მონობაში ვართ, ერთპარტიული პარლამენტი გვმართავს, დანარჩენ 52% მონობაში ვართ. და მე გეუბნები რომ იცი რა, ჩემი ყველა კოლეგა, გარდა ჩემი პარტიისა და შესაძლოა ალეკო ელცაშვილის პარტიისა, ყველანი ადგილობრივ თვითმმართველობაში მონაწილეობენ. რა ბოიკოტი გამოდის ეს? ანუ პარლამენტში რო არ მონაწილეობ, არც ერთ ხსნომაზე და შედიხარ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობ. უკაცრავად. დიახ. ეს რანაირი ტიპის ბოიკოტია. აი ეს კითხვა ხომ აწუხებს და ჩემს ამომრჩეველს ხო აწუხებს. ამიტომ მე მინდა გავიგო რომ დისკუსიები თქვენთან გადავიდეს იმაზე რომ ჩვენ გავიგოთ რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ ოპოზიცია არ შედეს პარლამენტში. ჩათვალეთ შემდგარი ფაქტია. ჩემგანაც ხო გაიგეთ რომ თუ იქ ნაცები არ არიან არ შემოვდივართ, მაგრამ მე რა ხდება ეს კითხვა რო დავსვა, ნაცებსაც რო დავუსვა. აი მაგალითად საკუთარ სოციალურ ქსელში წერდა მაგალითად მელია რომ ვისაც სიტყვა რევოლუცია გეხამუშებათ ეს ვთქვათ კი არ იქნება რევოლუცია, მაგრამ ჩვენ შევეცდებით მშვიდობიანი საპროტესტო აქციებით მოვიპოვოთ ვადამდელი არჩევნები. წავიყვანოთ ივანიშვილი ამ არჩევნებამდე. შეიძლება იყოს. მე ვეთანხმები ნიკას იმაში, რომ რევოლუცია მშვიდობიანი შეიძლება იყოს. 2003 წელს ჩვენ ასეთი გქონდა. მაგრამ შენ როცა რევოლუციას იმ რევოლუციასაც არჩევნები მოხდა, არჩევნებით მოხდა შემდეგ. მაგრამ ნახეთ, ოღონდ როცა რევოლუციას იწყებ და როცა რევოლუციურ სცენარზე მიდიხარ მართლა, მაშინ შენ
არ შეიძლება თქვა რომ ის აუცილებლად იქნება მშვიდობიანი. ის შეიძლება გამოვიდეს მშვიდობიანი. შენ ყველაფერი გააკეთო რომ მშვიდობიანი იყოს. მე ასევე ლეგიტიმური მგონია კაცო რაღაც დროს ქვეყანაში ლეგიტიმურია რევოლუცია. თუ მონობაში ხარ რევოლუცია ლეგიტიმურია, მაგას რა თუნდა ლაპარაკი. მაგრამ ხო უნდა ვიცოდეთ რომ მე არაფერ შუაში არ არის ადგილობრივი თვალთვალობის არჩევნებში მონაწილეობა. არაფერ შუაში არ არის ბიუჯეტიდან ფულის აღება. არ რაღაცეები უბრალოდ არაფერ შუაში არ არის. და მე მინდა რომ ჩემს ამოწევოთ. თქვენ ეს კითხვები ღიად გრჩებათ ოპოზიციის შიგნით. მე ამაზე მე მინდა თქვენ მოგცეთ გთხოვოთ მედია საშუალებებს რომ ზოგადად გვალაპარაკოთ ამაზე. ნუ გთხოვთ ანუ მე ისედაც სულ ვცდილობ ეს ვთქვათ ოპოზიციას დავაკონკრეტებინო რა ტიპის სტრატეგია სამომავლოდ. მე ხვალ ჩემი ამომრჩეველი მკითხავს რომ შენ რო გადაწყვეტილება ანასე ანისე მიიღე როგორც მოქმედი მოდი ეს ამიხსენე დეტალურად. კი ბატონო, ბოიკოტი მოსულა, მე ახლაც ვითხოვ ბოიკოტს, მაგრამ იცი რა, როგორ ვერ გაითვალისწინე ის, რომ ბოიკოტთან ერთად შენ გაგეგო ბოიკოტის მერე მეორე მესამე ნაბიჯი რა ხდებოდა და რანაირად დათანხმდი იმას, რომ ვიღაცები ადგილობრივ თვალთვალობაში მონაწილეობენ, შენ გიწევს რომ თბილისის ან ზესტაფონის საკრებულოში იბრძოლო და პარლამენტში მარტო ქართული ოცნება ყავს დატოვებული და იძახი რომ ერთპარტიული პარლამენტი მაქვს და მონაწილეობ ადგილობრივ თვალთვალობის არჩევნებში. ეს არის საკითხი. ანუ უარი მანდატზე და ამის ფაქტი, ეს ვთქვათ, შემდგარი ფაქტია, როგორც თქვენ ამბობთ და შემდეგ აი დავრწმუნდებით, რომ ვთქვათ, მოლაპარაკე, ახლა მაინც რჩება რაღაც ჭუჭრუტანა, როგორც იტყვიან, რომ რაღაც ტიპის მოლაპარაკებით და შეთანხმებით დასრულდეს, მაგრამ თუ ესეც დაიხურება, ეს ნიშნავს, რომ მაშინ გაუგებარია ამის შემდეგი ნაბიჯი იყოს ვადამდელი არჩევნებისთვის მზადება. ვადამდელი არჩევნებისთვის მზადება რა სტილში? ვადამდელი კი არა, უკაცრავად შემეშალა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის. ლასაკვირველი ან აბსურდია, ჩვეულებრივი აბსურდია, იმიტომ რომ შენ გაქვს გამოყენებული უმკაცრესი პროტესტი პარლამენტში არ შესვლა, ზოგადად არ შესვლა, ყველაზე მკაფიოდ გინდა მთელ დასავლეთს აგებინებ იმ შენს მესიჯს, რომ აი ნახეთ ქვეყანაში რა საგიჟეთი ხდება და ამ დროს შენ ვითომც არაფერი ისე მონაწილეობ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, არის აბსურდი. შეთანხმების გარეშე, ახლა ჩვენ რა სიტუაციაც გვაქვს, როგორც პარლამენტში შესვლა არის დიანა უხერხული შეთანხმების გარეშე და აი სიგიჟე რა რაღაცნაირად ზუსტად ასევე სიგიჟეა ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა. ან დარჩენა რომელიმე საკრებულოში, ბათუმის საკრებულოში რო საუბრობ, რაღაცაზე რა შინაარსი გააჩნია. ეს სისტემა იაგო, რომელსაც ვერ გაექცევა ვერც მედია, ვერც პოლიტიკოსები ვერ გაექცევიან, თუმცა წინ არის ჯერ მართლაც უნდა დასრულდეს საბოლოო პროცესი. კვირის ბოლომდე არის კიდევ ერთი რაუნდი. მე მაგაში ვერ გეთანხმებ, ბოლომდე შეიძლება ვერ დაგეთანხმოთ. მე მგონია რომ ჩვენ პარალელურად ამ პროცესისა უნდა ვიფიქროთ გაგრძელებებზე. იმიტომ რომ როცა იხსნი მანდატს და განცხადება დაწერე, ჯერ რომ მაგ დროს არა გაქვს პასუხი იმაზე ხვალ რას აკეთებ, ეგ რაღაცნაირი უპასუხისმგებლობა ამომრჩევლების წინაშე და მე არ მინდა ეგეთი უპასუხისმგებლობა გამეპაროს. კი ბატონო, მადლობა. მადლობა იაგო ხვიჩია იყო ჩვენი სტუმარი.